ბატონმა მამუკამ გამოაქვეყნა Facebook პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და რომ ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს, დასანანია რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ბატონი ჯემალ ლეონიძე ამდენი ხნის განმავლობაში ამ ყოველივეს კიდევ მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არ აპირებს. ბატონი ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა ვფიქრობ ოდნავ განსხვავებულია და ამიტომ ამაზეც ვისაუბრებ, მაგრამ ბატონი მამუკას შემთხვევაში ჩვენ რეალურად მან უკვე თავისი Facebook პოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი აპირებდა დღეს მოსვლას თუ არ აპირებდა, ხომ არ მოიცლის ხვალ, ხომ არ მოიცლის ორ დღეში, ხომ არ მოიცლის ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება მაგალითად მანამ სანამ კომისია მუშაობას დაასრულებს. აქ ეჭვი მე ვფიქრობ იმ Facebook პოსტის ტექსტიდან გამომდინარე, რაც დაგეგზავნათ რამდენიმე წუთის წინ სულ ყველას წევრებს, ეჭვი არ არსებობს. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ბერჯერ განვაცხადე, ბერჯერ ვიმეორებ, თქვენც ასევე და როგორც ჩანს, მან მაინც ვერ გაიგო და იმედი მაქვს სხვები გაიგებენ, რომ ჩვენ აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოში, ამ კოდექსს აქვს თავისი სხვადასხვა ნორმა და არის ასეთი მუხლი, ნომერი 349. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით და იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის 1 წლამდე პატიმრობაც. მხოლოდ იმისთვის, რომ უარსიტყვი გამოცხადებაზე, მხოლოდ იმისთვის, რომ უარსიტყვი კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი წარმოადგინო, მხოლოდ იმისთვის, რომ კომისია გარკვეულ მოთხოვნას რომ ვიმსჯელებთ და ჩამოვაყალიბებთ, ამას არ შეასრულებ. ამისათვის 359 მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და შესაბამისად სხვადასხვა სასჯელს, მათ შორის საპატიმრო სასჯელს. ამიტომაც გთხოვთ დავაყენოთ კენჭისყრაზე ვინ არის მომხრე, რომ ჩვენი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და უკვე ცალსახად უარის თქმის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის. ვინ არის მომხრე? გადაწყვეტილება მიღებულია